მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. მადლობელი ვარ ძვირფასი სიტყვებისთვის, კომენტარებისთვის, კეთილად გამოხმაურებისთვის, თქვენი შეფასებისთვის, ყურადღებისთვის, რაც ყველაზე მთავარია და გამოხატული პატივისცემისთვის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს სათაურით ამბავი კეთილი. შეგახსენებთ, რომ აი ამ წიგნის და მიხედვით დაერქვა ამ გადაცემას ამბავი კეთილი. ამბავი კეთილი მოთხრობილია იმის თაობაზე, თუ როგორ ანუგეშა ღმერთმა ცოდვილი, სული და დაცემული კვლავ აღადგინა. იმისთვის, რომ ღმერთმა ეს შეძლოს, ის უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთი. აი სწორედ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ჩვენ დავიწყებთ დღეიდან საუბარს, როგორც დაგპირდით. წარმოგიდგენთ ბერძენი ფილოსოფოსის, რომელიც შემდეგ მოწამეც გახდა ქრისტესი, მტკიცებულებას ადრიანე იმპერატორის წინაშე იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ღმერთი ჭეშმარიტად, რა თვისებები უნდა გააჩნდეს მას და რატომ არიან სხვა დანარჩენი ღმერთები სრულ ღმერთები და რატომ არის იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი. ამ ყოველივეს ქვია აპოლოგია არისტიდისა. აპოლოგია, რომელიც ყოველად ძლიერი ღვთის პატივსაცემად იმპერატორ ადრიანეს წინაშე წარმოადგინა ათენელმა ფილოსოფოსმა არისტიდმა. ღმრთის ნებით მოველა ამ ქვეყნად, ჰოი მეფეო და ცის ზღვისა და ხმელეთის, მზისა და მთვარის და სხვა დანარჩენის ხილვა მახტაცება მომგვარა. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეს სამყარო და ყოველივე რაც მასშია, მოძრაობაში იმ გარეგანი ძალით მოდის, რასაც ქვია ღმერთი. ცნობილია, რომ ამოძრავებელი ყოველივესი იმაზე ძლიერია, რასაც ამოძრავებს და შემდგენელი კიდე შედგენილზე. ხოლო კვლევა და ჩაწვდომა ამ ყოველივეს ხელმძღვანელისა და გამგებელისადმი, თუ როგორია იგი, ფიქრობ, რომ ძალზე ძნელია რამე თუ არსება მისი უკიდეგანო და მიუწვდომელია ყოველი ქმნილებისათვის. სამყაროს მამოძრავებელ ძალაზე კი მე ვამბობ, რომ იგია ღმერთი ყოველთა, რომელმაც ყოველივე ადამიანებისათვის შექმნა და ვფიქრობ, რომ სასარგებლოა შიში და პატივისცემა ღვთისა, მაგრამ არა ვინმეს შევიწროვების ხარჯზე. ის აუცილებელი, რაც უნდა ვიცოდეთ ღვთის შესახებ, არის ცოდნა იმისა, რომ იგი დაუსაბამო და უსასრულოა, უკვდავი, მიუწვდომელი და სრულყოფილი, არც შექმნილა და არც დაბადებულა, რამდენადაც სრულყოფილია, ამიტომ უნაკლოა და არაფერი არ სჭირდება. პირიქით, მისგან ყველა მოითხოვს. იგი დაუსაბამოა, რამე თუ ყოველივე, რასაც აქვს დასაბამი, აქვს ასევე დასასრულიც, ხოლო რაც მთავრდება, ის მალევე დაირღვევა და დაიშლება. მას არ აქვს სახელი, რამე თუ სახელდება ქმნილებათა საერთო თვისებაა. მას არ გააჩნია არც შეფერილობა, არც გარეგანი სახე, რადგანაც ამგვარი თვისებების მქონენი მათით ურთიერთობენ. მასში არ არის სხვაობა მამაკაცური და ქალური საწყისებისა, რადგანაც ამ თვისებათა მატარებელნი ვნებებს ექვემდებარებიან. ცა მას ვერ იტევს, მაგრამ თვითონ ცასაც და ყოველ ხილულსაც და უხილავსაც შეიცავს თავის თავში. მას არ აყავს მოწინააღმდეგე, რამე თუ არ არსებობს მასზე უძლიერესი, მას ვერ ეუფლება შური და რისხვა, რამე თუ
არ არსებობს რამე და ვინმე, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მას. შეცდომა და რაიმეს გაუთვალისწინებლობა უცხოა მისი სრულყოფილი სიბრძნისა და ცოდნისათვის. მისით არის ყოველი. მას არ სჭირდება მსხვერპლი და ვისგანმე რომ რაიმე სჭირდებოდეს, არამედ პირიქით ყველა მისგან მოითხოვს ყველაფერს. მას შემდეგ, რაც ვთქვით ღვთის შესახებ მეტნაკლებად ყველაფერი, ახლა უკვე გადავიდეთ კაცობრიობის შეხედულებასა და აზროვნებაზე, თუ ვინ დგას ჭეშმარიტების, ხოლო ვინ ცდომილების გზაზე. აი, ჩემო ძვირფასებო, აქ გავწყვეტ მე ჩემ საუბარს, ამას გავაგრძელებთ შემდგომ გადაცემაზე. განვიხილავთ ყველა, ასე ვთქვათ, ადამიანების მიერ კანონიერად თუ არაკანონიერად აღიარებულ ღმერთების რაობას და დავრწმუნდებით საბოლოო ჭეშმარიტებამდე მივალთ, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და მართალი სარწმუნოება და უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის სახარების განმარტების კითხვასაც ჩვენ გავაგრძელებთ და ფიქრობ, რომ დღეს უკვე დავასრულებ, ძალიან ცოტაღა დარჩა. კითხულობდით ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული მესამე სახარების განმარტებას, რომლის ავტორიც გახლავთ შეგახსენებთ წმინდა ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი, ხოლო თარგმანი კი გახლავთ ჩემი. საუბრობთ მოგვების შესახებ. დაასრულეს რა ბეთლემში თაყვანისცემა, იერუსალიმში კვლავ გაბრუნებას აპირებდნენ და შემდეგ კი იმავე გზით სახლში დაბრუნებას. ჰეროდე მოელოდა მათ მოუთმენლად და ისინი კი თავისი მიამიტი გულით ფიქრობდნენ, რომ წასულიყვნენ მასთან და გაეზიარებინათ საკუთარი სიხარული იმ უსიხარულო მბრძანებლისთვის. მაგრამ ძილში განეცხადათ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, არამედ სულ სხვა გზით წასულიყვნენ საკუთარ სამშობლოში. ყრმის ხილვამდე ვარსკვლავი უჩვენებდა სავალ გზებს, ხოლო მას შემდეგ, რაც იხილეს საკუთარი თვალით, უკვე ანგელოზი ესაუბრება ძილში, როგორც უკვე ქრისტეს ნაზიარებთ. ასე განგვიმარტავს ამ ადგილს მონაზონი ექვთიმე ზიღაბენი, როდესაც გვესაუბრება მათეს სახარებაზე. ისინი მიენდნენ განგებას და მან წარმართა მათი სავალი, როგორც თავად მიიჩნევდა სწორად. მათ არ იცოდნენ ჰეროდეს გული და მისი ბოროტის რახვები, მაგრამ ყოვლის მხედველმა საღვთო განგებულებამ ეს განუცხადა ძილში და უბრძანა, რომ სულ სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. რაღაც დიდებულს შეგვახსენებენ ჩვენ მოგვები იმით, რომ სამშობლოში სულ სხვა გზით ბრუნდებიან. ჩვენი სამშობლო სამოთხეა და რადგან უკვე შევიცანით იესო იქ დაბრუნება, გვეკრძალება იმ გზით, რითაც ახლა დავდივართ, რამე თუ ჩვენი ნამდვილი სამშობლოდან ამ პარტავნების, ურჩების, ხილულ სოფელზე დამოკიდებულების და აკრძალულ ხილის გემოს ხმევის გზებით გამოვედით და იქ უნდა დავბრუნდეთ ხილულის მოძულებით, ხორციელ გულის თქმათა აღკვეთით, გლოვისა და მორჩილების გზით. ამ ადგილს ასე განგვიმარტავს წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი მათეს სახარებაზე, როდესაც საუბრობს, ეს გახლავთ საუბარი მეათე, ხოლო წიგნი კი პირველი. რა თქმა უნდა, ეს მცნება ღვთის ანგელოზისგან მიიღეს, როგორც მართალმა იოსებმა არაერთგზის. ყოველივეში ღვთის მორჩილები მაშინვე სხვა გზით გაემართნენ. გარედან შემოუარეს იერუსალიმს და სიხარულით ღმთის და კაცობრიობის ახალშობილ მხსნელის მაქებელნი და მადიდებელნი დაუბრუნდნენ ოჯახის წევრებს და მათთვის ძვირფას გარემოცვას და მათთვის იმაზე უდიდესი წვენი მიიტანეს, ვიდრე ქრისტე მეუფის პატივსაცემად, რომ აიღეს სახლიდან რამე თუ საკუთარი
გულებით მიყავდათ თვით ქრისტე მეუფე, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, მიტანილი ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად, ქრისტეს კეთილსურნელებით გაჯერებული და ჭეშმარიტებით ახსავსე გულები მოჰქონდათ. ამგვარად ძალიან მცირე დროით ბეთლემის გამოქვაბულის ჭერქვეშ ქრისტეს თაყვანსაცემად შევიდნენ სოფლიოში ყველაზე უბრალო და ყველაზე განათლებული ადამიანები. უკაცრავად შევიდნენ არა სოფლიოში ყველაზე ახლა შემეშალა და აი აქედან გავაგზელებ. გულები მოჰქონდათ რომ თავრდება, აი მერე ასე ვამბობ. ამგვარად ძალიან მცირე დროით ბეთლემის გამოქვაბულის ჭერქვეშ ქრისტეს თაყვანსაცემად შევიდნენ სოფლიოში ყველაზე უბრალო და ყველაზე განათლებული ადამიანები, წყემსები და მოგვები. ძვირფასებო, მოგვებზე მოსმენილი ისტორია და ქმედება მათი დაეიყოს ჩვენ თითოეულის, როგორც უბრალო, ასევე სწავლულ და განათლებული ადამიანისათვის, სანიმუშოდ და დასამტკიცებელად იმისა, რომ ერთნაირად საჭიროებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შეწევნას და თანაბარი თავმდაბლობით და მორჩილებით უნდა ვცემდეთ თაყვანს ცხოვრების მომცემელ სამას, როგორც საკუთარ ღმერთს და მაცხოვარს, თანა მამით და სულიწმინდით ურთ, ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქრისტეშობის მსახურებაზე იკითხება 4 სახარება და აი ჩვენ დღეს დავასრულეთ მესამე სახარების განმარტება. შემდეგი გადაცემიდან დავიწყებთ მეოთხე სახარების განმარტებას. დაგლოცოთ და გაგახაროთ ყოვლა წმინდა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრებასაც ჩვენ კვლავ განვიხილავთ მაქსიმე აღფსარებელის მიხედვით, ღირსი მამის. მაშინ ჩვენ კითხულობდით აქ იმ ადგილს, სადაც სვიმეონ ღვთისმიმრქმელი ხვდება ტაძარში განკაცებულ მაცხოვარს, ის ამ დროს ჩვილის სახით არის წარმოდგენილი და თუ რას უწინასწარმეტყველებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, აი იმის მუხლებს განიხილავს ღირსი მამა მაქსიმე აღფსარებელი. წევს იგი მრავალთა და მამხობლად და აღმადგინებელად ისრაელში, განხეთქილების ნიშნადო. და ეს ნიშანი ჯვარია, რადგან ჯვარი არის მიზეზი ქრისტეს დიდებისაც და მისი შეურაცხყოფისაც. ქრისტეს მორწმუნეებს აღდგინება, აღდგომა, ანუ ქრისტეს დიდება ეძლევათ, როგორც ზეციერი მეუფის ბეჭედი და გადარჩენის მომასწავებელი. დაცემა, დამხობა კი იმის მანიშნებელია, რომ ქრისტეს სიტყვა ზოგს თუ კეთილად მოწყვრავს, შეაგონებს, ზოგ იმას დასცინის და სძულს იგი. ან კიდევ ქრისტეს დიდება მორწმუნისთვის მეტად საწადელია. პატივს ცემს მას და თაყვანს ცემს. კეთილად შეიწყნარებს და სწამს, რომ ქრისტე, ბუნებაზე აღმატებული სასწაულთმოქმედი, სულიწმინდით იქმს ამ საკვირველებას. დაცემა და დამხობა კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ უკეთურნი და უწმინდურნი გმობენ და ამბობენ ამ სასწაულებს ბოროტი მტრის ძალით იქმსო. მრავალ ამის მსგავს სხვა უკეთურებასაც ამბობენ ქრისტეზე. ვიღაცამ თქვა უხორცოდ მოვიდაო ამ სოფლად, სხვამ მოჩვენება და სიზვარიაო მისი განკაცება. სხვებმა ესეც თქვეს, ხორცი კი შეიმოსა, მაგრამ კაცობრივი გონება არ მიუღიაო. ასე ჭეშმარიტების სამტროდ შეთხზეს და გაავრცელეს უგუნურმა, უმეცარმა და უგრძნობელმა ცილისწამებელებმა სხვა მრავალი და ამის მსგავსი სიცრუე.
ყოველივე ზემო გადმოცემულის გამოა თქმული ნიშნად განხეთქილებისაო. სვიმეონმა იცოდა, რომ უბიწო მარიამი თავის ძის ყველა ტკივილის თანაზიარი იყო და ეს წინასწარმეტყველება ამიტომ აუწყა მას. ნეტარმა მოხუცმა არა მარტო სასიხარულო, არამედ სამწუხარო ამბავიც ამცნურათა სანატრელ დედა ღვთისას თავის ტკბილ შვილთან დაკავშირებული ეს წინასწარმეტყველება ნუგეშად ქონოდა. ამავე მიზეზით დასძინა სვიმეონ და ესეც უთხრა გაკვირვებულ დედას. თვით შენ სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის თქმა. თავისი ძის და მეუფის ტანჯვათა მხილველი უბიწო დედის სული მართლაც მწუხარების მახვილით განიგმირა ქრისტეს ჯვარცმის ჟამს. ჰოი რაოდენ დიდი მწუხარებით იყო ახსავსე მისი გული. წმინდა მამებმა ამ სიტყვის ძალა და ნამდვილი აზრი განგვიმარტეს. მახვილი აქ მიგვანიშნებს ფარულისა თუ ხილულის იმზედმიწევნით გამომძიებლობასა და გამკითხველობას, რასაც ქრისტეს ჯვარცმის დროს მრავალი იქბოდა, როგორც ეს თავად უფალმა ბრძანა. თქვენ ყველანი შეცდებით ჩემ გამო. სვიმეონის საწინასწარმეტყველო სიტყვა ქალწულ მარიამის გამოცამას ამბობს: იდგები ჯვრის წინ და იხილავ შენი ძის ტანჯვას, გაიგონებ შენი ჯვარცმული ძის ხმას. ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი. ღმერთო ჩემო, რატომ იმატოვე მე და ასევე მოგესმება, მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს. ბოლოს კითხვის მწყურიაო და მიუტანენ ძმარს, შესვამს და აღმოთქვამს, ახსრულ და თავს დახრის და სულს გამუტევებს. აი, ჩემო ძვირფასებო, აქ შევწყვეტ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ აღმოთქულ წინასწარმეტყველების არსს და განმარტებას ღირსი მამის მიერ და გავაგრძელებთ ანგელოზებზე საუბარს. ანგელოზები ხედავენ ცოდვილი ადამიანებისადმი უფლის უსაზღვრო გულმოწყალებას. მათ კარგად უწყიან, რას გასცემს უზენაესი სხვათა მიმართ და დიდად აფასებენ საკუთარ მადლობოსილებას. საკუთარ თავს ღვთის უსაზღვრო გულმოწყალების ქმნილებად თვლიან. განაუფლის მადლმა არ მოიყვანა ისინი არარაობიდან, არ გააბრწყინა და ანგელოზის ბუნება მიანიჭა. ადამიანების მსგავსად მათაც ღვთისგან მიიღეს ყოველივე, ეს მათ იციან და მოწყალებისთვის ღმერთს მადლობენ, ყოველ მხრივ ცდილობენ და ეხმარონ სხვებს, რადგან უფლისადმი მადლიერების საუკეთესო საშუალება მისდამი მიბაძვა. იყვენი თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. გვეუბნება უფალი მათეს სახარების მეხუთე თავის 52 მუხლში. მიბაძეთ მას, ვისგანაც ყველა სიკეთეს იღებთ. სიამოვნება გაიხადეთ მისდამი მადლიერების გამოხატვა. ვაგრძელებ ჩემი წიგნებიდან კითხვას. წიგნი იესო. ყოველი რაიც მადლითა შენითა წელსა ამასა ჩემთვის იქმნესო, სიყვარულისთვის უძღები ძისა, ხოლო შობილო ტკბილო იესო. მახსოვს ეს სტროფი დავწერე ჩემო ძვირფასებო, როცა იწყებოდა ახალი წელი. ბალახი მინდვრის ყვავილი ტურფა, შენ სასახელსა თაყვანისცემსო, რომელმან გვიშევ უფალი ჩვენი და ღმერთი ტკბილი ქრისტე იესო. კვლავ ღვთისმშობლის მიმართ მიმართვა. სინანულისა ჟამი არ შვილნო, ეტყოდით მკვიდრსა გადაამთიელსო, შეიტკბეთ ღმერთი უფალი თქვენი, ძე ჩემი პირმშო ქრისტე იესო. ახლა პირიქით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოგმართავს ჩვენ. შემდეგი წიგნი გახლავთ წმინდათა საგალობელი. აღდგომა არ სიხარული
ზეციერის, მიწიერის, თეოდორეს სიყვარულით გლოცავს ღირსი სიკიელი. მახსოვს ჩემო ძვირფასებო, რომ აღდგომის დღე დაემთხვა აი ამ დიდი წმინდანის თეოდორეს სიკიელის ხსენებას და ეს სტროფი ასეთნაირად ამიტომ ჩამოყალიბდა. გარდამოხდა რადგან ცეცხლი, კვლავ გპატიობს ღალატს ვერცხლით. ეს კი სასწაულთ მოქმედი ცეცხლის გადმოსვლაზე. ვინც გადის ჯვარსმას ღვთის სიყვარულით, შვებას მოელის სულის აღდგომას, მიაგოს ქრისტემ ხსნის სიხარული დაუსინათლო დედა პატრონა. შეგეციოთ ჩემო ძვირფასებო, აქ ნახსენები ყველა წმინდანი. და კვლავ ჩემი ზიგლი ურთულესიდან უმარტივესამდე. სხვათა შორის განსაკუთრებით კარგი გამოხმაურება მიიღო ამ წიგნმა, ჩემო ძვირფასებო. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ბიოგრაფიული წიგნიც არის, იმიტომ რომ მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თუ რაიმე სულიერ საკითხებთან, სულიერ საგნებთან და სულიერ მოვლენებთან შეხება მქონია, აი ამ წიგნში არის გადმოცემული ყველაფერი და შესაბამისად იმათგან მიღებული გამოცდილებაც. ეხლა ერთ-ერთს კიდე წაგიკითხავთ. ვიყავი სიკვდილსა და ცოდვას დაქვემდებარებული. ვიყავი მონა მათი, საიდანაც ვერ მიხსნა ვერანაირმა მსხვერპლმა. ვიყავი მუდამ ხორციელ სიკეთეებზე მაფიქრალი და ვერ ახვდებოდი, რომ ვიღუპებოდი. დღე-დღეს მისდევდა, თვე-თვეს და წელი-წელიწადს. სახიერმა უფალმა, რომელსა არ ანებავს სიკვდილი ცოდვილის არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი, გამაღვიძა მძინარე და მიმანიშნა, რომ ვიძარცვებოდი. ეს კი არ ესიამოვნა იმას, ვისაც სურდა ჩემი საღათას ძილი და ახმართა ტალღები ჩემზე. გევნის ყველგან. შეუნდე მოძულეთა ჩემთა უფალო, რამე თუ ისინი ბოროტის იარაღად ქცეულან და არა იციან რა საიქმა. და როგორც წესი, კვლავ დავასრულებთ ლექსათქმული სახარებით ჩემს გადაცემას. ცოდვები იმდენი მაქვს, ვერ აღრაცხავს ვერცა ერთი. ღვთისწყალობა კი ზღვას მოგავს, ცოდვები არს მასში წვეთი. კმარს მათი ახსარება გული წრფელით არა ენით, დაინთქნენ და განქარდება, რითაც განარისხე ღმერთი. ხოლოდეს განწმინდნები ნუ დაურთავ ცოდვას, ჯვარმცუმელთან აითვლები, გმართებს შემდეგ მოთქმა გლოვა. თვალი კიდას აზვერესა, თავში მჯდომსა მეზვერესა, უთხრა განეშორებნელსა, სულთა ყოფ მესათხევლესა. აღდგა ისიც, დაუტევა, საქმე თვისი, კაცი ძველი, მევალენი განუტევა, ერქვა მათე, ანდა ლევი. მიიწვია სახსათვისა ცხოვრებისა მომცემელი, გრძნობს წყალობას ღვთისგან დიდ სამრავალ ცოდვის მქონებელი. სახსაბისა მოეყარა თავი მრავალ სულსა ცოდვილს, იწყეს გულში ცუდად ზრახვარ ჯულის მცოდნეთ მისი გმობით. ვინ არს ესე არღვევს რჯულსა, სტუმრობის არ თქვა უარი, მან ამხილა მდრტვინავ სულსა, სნეულთა უხმთო მკურნალი. დამოსულ არ მეამსოფლად, ცოდვილთ ხსნის, არ წარწყმედისთვის, ხემწიფება მამამ მომცა ყველა ერთი არსაბისთვის. ნუ იდრტვინებთ თქვენ ამისთვის, რადგან არსა საქმე წრფელი, მენანებით ბნელ ღამისთვის ისიქმნეს მახარებელი. ძვირფასებო, ეს არის მათე. ვინც დაწერა სახარება,
თქვენ ვინც ღამეს ლოცვით ათევთ მოგცეთ სიტკბო გახარება ვინც მრევლი ხართ ეკლესიის ხსნა მოგეცეთ სასურველი გლოცავთ მხევალი მესიის ქალწულ მოწამე ტარსელი ვისაც ჯერ არ გიხმევიათ ზიარების სიტკბო ღმერთთან მიგიყვანოთ ეკლესიათ დღესვე ყველა წმინდამ ერთად ფარავდეთ ვინც მოელოდით და იხილეთ ცოდვილთ მხსნელი შეგეწიოთ ფსკოვ პეჩორის ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი გმადლობ გლოცავ და მიყვარხარ საქართველოს